ჩემო მარიამ, შენი დედობა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოჩნდა და საკუთარი შესაძლებლობების გაგება აღმოჩნდა. და გინდათ რომ თქვენი შვილისთვის გეტყვათ? კი. რო ვარ ძლიერი დედა. შეტევა მოულოდნელად მოდის, სხეული იხრება, სუნთქვა ხშირდება, თვალები სივრცეში იყურება, მაგრამ დედა მისი ყოველთვის იქ არის. ფატმანი არტირის, ის უბრალოდ მაგრად უჭერს ქალიშვილის პაწაწინა ხელს, რადგან მისი სიყვარულით კიბილზე ძლიერია, შიშზე ძლიერი, ველზე ძლიერი. 7 წლის ანა მარია ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის, ვერ ეხუტება დედას, მაგრამ მისი თვალები თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს ამბობს. ფატმანი მარტო იბრძვის და ის მხოლოდ დახმარებას ითხოვს ამ ბრძოლის გასაგრძელებლად. სასურსათო პროდუქტებს, საფენებს, მაცივარს, სარეცხ მანქანას, მარტივ ნივთებს, რომლებიც სიცოცხლეს ქმნის, სიცოცხლეს. თუ თქვენს გულში სითბოა და ეს პატარა გოგონაც გააცბოს, მიეცით მას სუნთქვის საშუალება.